დავით სუდაძემ ახლად ჩამოსული ტექნიკა საკუთარ ვაჟთან ერთად სოფელ თისელის მიწის ნაკვეთზე გამოსცადა. შეპესე მექანიზატორში ეს მისი პირველი სამუშაო დღე იყო. მანამდე მამაშვილმა ერთთვიანი გადამზადების კურსი გაიარა და პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღო. დავით სუდაძე ამბობს, რომ ახალი გუთანი მცირემიწიანი ფერმერებისთვის ხელსაყრელია. მისი საშუალებით მოსახლეობას აქამდე აუთვისებელი და გაკორდებული მცირე ფართობების დამუშავება შეეძლება. დღეს მომწეს ტრაქტორი ჯონ დიერი, რომელიც არის საშუალო სიმძლავრის, ასევე მომწეს გუთანი, რომელიც ახალი ჩამოსულებია. ეს გუთნები კარგად ამართლებს მცირემიწიან ფართობებზე სამუშაოდ. მოსახლეობა ძალიან არის დაინტერესებული, რომ წლევანდელ წელიწადს ის მიწები, რომლებიც აუთვისებელი იყო, გაკორდებული ჰქონდათ, სურთ რომ ეს მიწები აითვისონ და დაამუშავონ წელს. ახალციხის მექანიზაციის ცენტრში 8 გუთანი და ერთი მცირე სიმძლავრის მქონე ტრაქტორი გუშინ ჩამოვიდა. ცენტრის მმართველი აღნიშნავს, რომ მათგან 6 გუთანი მცირემიწიანი ფართობებისათვის არის განკუთვნილი. ელვარ ზაზაძის განმარტებით ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმეტესობას რამდენიმე მეასედი მიწის ფართობი აქვს. ამიტომ ისინი ისე ტრაქტორს ითხოვენ, რომელიც ნაკვეთზე მუშაობას ადვილად შეძლებს. 6 არის მცირე სიმძლავრის ტრაქტორებიც გათვალისწინებული, შედარებით მცირე სიმძლავრის და 4-ფრთიანი კორპუსებია შედარებით უფრო მეტი სიმძლავრის ტრაქტორების გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, უფრო მცირე სიმძლავრის ტექნიკას ითხოვენ, იმიტომ რომ ის 4 მიასედიანი, 7 მიასედიანი, 10 მიასედიანი ფართობები მაინც უხერხულია შედარებით ამ ტექნიკებით რომ დაიხნას. შეპესე მექანიზატორში განმარტავენ, რომ ახალი ტრაქტორების დამატების მიუხედავად მუნიციპალიტეტში მათი ნაკლებობა მაინც არსებობს. მოსახლეობის მოთხოვნა კი ყოველდღიურად იზრდება. ორგანიზაციაში ამჟამად არსებული ტექნიკა დიდი გაბარიტების მქონეა, ამიტომ მცირე ნაკვეთზე მათი მუშაობა წამგებიანია. მოხვნას რაც შეეხება, ზოგან შეიძლება შეგვხვდეს 2 გექტარი მოხნა, ზოგან შეიძლება შეგვხვდეს 1 გექტარიც ვერ მოხნა. გააჩნია რა მიწა შეგვხვდება, რა ფართობი იქნება, სად მოხვდებით და მაგის მიხედვით. ადგილი არის მაგალითად შემოღობილი პატარა ადგილი, ვერ ტრიალდებით, დიდია ტექნიკა. არის ადგილი გაშლილი, სადაც არც მოტრიალება გუჭირს, არაფერი მუშაობთ ლამაზად. 5 მიასეთში რო კაცი დაგიძახებს, იქ ვერ მოტრიალდები, რა თქმა უნდა, ვერ ტრიალობ ვერ აღვხნავ. მსგავსი პრობლემაა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც. მცირე სიმძლავრის მქონე ტექნიკას მოსახლეობა აქაც ითხოვს. მექანიზაციის ადიგენის ცენტრის მენეჯერი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად მათ მოსახლეობა 56 სოფლიდან მიმართავს. ტექნიკის სიმცირის გამო კი სამუშაოების დაწყება შესაძლოა დაგვიანდეს. ბევრი ასეთი წინადადებას გამოთქვამს, ბევრი მოსახლეობა, რომ ცოტა მცირე გაბარიტიანი ტრაქტორის რო ყავდეს, უფრო მეტ საქმეს გააკეთებს ვინმე ეს დიდები, მაგრამ რა თქმა უნდა ის დამატებით თუ იქნებათ, ესენი საჭიროა, იმიტომ ჩვენთან მიწა უფრო დიდი რაოდენობით აქვს, თაგორიანი რაიონია და ძლიერი ტექნიკა უნდა, ძლიერი ტექნიკა არის, მაგრამ ცოტა რაოდენობით. ახალციხეში ახლად ჩამოსული ტექნიკა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ასპინძისა და ადიგენის მექანიზაციის ცენტრებმა თითო ახალი მცირე სიმძლავრის გუთანი მიიღეს. შეპესე მექანიზაციაში ამბობენ, რომ ამით ტექნიკის დამატება არ დასრულდება. უახლოეს მომავალში რეგიონში 40-მდე ახალ ტრაქტორს ელოდებიან. მათ სხვადასხვა სოფლებში სამუშაოდ წინასწარ გადამზადებული პერსონალი გაიყვანს.